Ჩვენი საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეს არის ახალი 6 სოფო ჩაგვეტაძესთან ერთად საღამოშიდობის. საყოველთაო სახალხო კომისიები პარალელურ რეჟიმში იწყებენ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილების განსახილველად. პირველი საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს ეხება და კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია. პარლამენტში კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება იქნება ინიცირებული პროექტის თანახმად უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, მოქმედი მთავრობა პარლამენტის ნების წინააღმდეგ გადააყენოს და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. იუსტიციის სახლში ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ პირველი დასვლითი სხდომა 15 იანვარს ზუგდიდში გაიმართება, 17 იანვარს კი კომისიის წევრები უკვე ქუთაისში შეიკრიბებიან. ზვიად ხუჯაძე მუშაობს დღეს ამ თემაზე, დეტალებს ისახვა პირდაპირ ეთერში მოვუყვება ზვიად გისმით. დიახ, სოფო პარლამენტის საკონსტიტუციო ცვლილებათა საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს იუსტიციის სახლში გაიმართა. იუსტიციის სახლში შეხვედრას პარლამენტარები როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობიდან ესწრებოდნენ და მინდა გითხრათ, რომ საკითხის განხილვა საკმაოდ მწვავედ წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ არც ერთ შემთხვევაში შემოთავაზებულ ინიციატივას. საკითხი ეხება პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას და ასევე პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შემცირებას. ბუნებრივია საკითხს ახლდა ასეთთა სხვადასხვაობა. საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, რომ ისინი საკითხს მხარს არ დაუჭერენ. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარი. ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერს არც ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ გავმართავთ არაერთ შეხვედრას სახალხო განხილვებს, რომ ჩვენი პოზიციის თაობაზე ადამიანებს კარგად დავუხსნათ. მგონია, რომ უფრო სერიოზული არგუმენტების მოფიქრება პარლამენტის გადმოსატანად საჭირო, ვიდრე ის, რომ ვიღაცას სიარული უჭირ, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელსაც პრეზიდენტის მისამართით აპირებენ რომ განახორციელონ, ამ ცვლილებასაც უმცირესობა მხარს არ დაუჭერს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ისინი საკითხს იწყებენ კონსტიტუციის რეფორმირებას და ამ საკითხში აქტიურად უნდა ჩაერთოს როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები. ისინი დაიწყებენ საკითხის განხილვას ძირითადად რეგიონებში. პირველი გასვლითი სხდომა კომისია 15 იანვარს ზუგდიდში ექნება. გეგმავთ კონსტიტუციური რეფორმის ჩატარებას. კონსტიტუციური რეფორმის ჩატარებას სჭირდება დრო და პერიოდი. ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას დღევანდელ ხელისუფლებას, დღევანდელ პრეზიდენტს უпроსტოდ იმისას, რომ რომელი უფლებაც მან მიითვისეს სულად უსამართლოდ გამოყენებული იქნას ქართული ხალხის წინააღმდეგ. როცა ამბობენ, რომ 1 ოქტომბერს ნაციონალურ მოძრაობამ გადმოგცა ხელისუფლება, ეს არ თქვილი. 1 ოქტომბერს ხალხმა წაართვა ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას. კომისიამ დიდი იმედი გამოთქვა, რომ მედია აქტიურად ჩაერთვება აი ამ კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის პროცესის გაშუქებაში. მედია საშუალებები თავადაც ჩაატარებენ დებატებს, დისკუსიებს ამ საკითხებზე, რათა საზოგადოება მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია ყველაფრის თაობაზე, რაც ხდება და რაც გეგმავთ. რა შეფასებას აკეთებენ თემასთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად დეპუტატები, როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობიდან, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს 9 საათიან გამოშვებაში. მადლობა ზვიად, ეს იყო ზვიად ხუჯაძე. ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს საჯარო აღსრულების დაწესებულებებს კი პირველ რიგში პოლიტპატიმრები დატოვებენ. იმ შემთხვევაში, თუ 11 იანვრის ჩათვლით პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს, მაშინ ამას 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს. კანონის ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე 13 იანვარს დილიდან დაიწყება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლების პროცესი. ყველა საპყრობილი სტარი ერთდროულად გაიღება და ციხეებს 190 ადამიანი დატოვებს. საჯარო აღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ ეს პროცესი სულ რაღაც 1 საათს გაგრძელდება. თუ 11 იანვარს ისევ არ გადაწყვეტა ხელის მოწერა საქართველოს პრეზიდენტმა, კანონის ძალაში შესვლა და მისი აღსრულება არ შეჩერდება. კანონის აღსრულება მოხდება 12 იანვარს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე იქნება უფლებამოსილი მოაწეროს ხელი კანონს და იმავე დღესვე შესაძლებელი გახდება კანონის საჯაროდ გამოქვეყნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. როგორც კი ხელი მოეწერება და ძალაში შევა კანონი, მეორე დღეს დილის 10 საათზე 13-ში დაიწყება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანთა გათავისუფლება და პოლიტპატიმრები გათავისუფლებდებიან დაუყოვნებლივ. ეს გასტანს მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში. დანარჩენებთან დაკავშირებით პარლამენტმა
საშილასრულების სამინისტროს მისცა ორკვირიანი ვადა, რომ ეს საქმეები გადავაგზავნოთ სასამართლოებში, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ამ ორკვირიანი ვადის გამოყენება. მზად ვართ იმისთვის, რომ პირველივე დღეს პრაქტიკულად ყველა საქმის გადაგზავნა დავიწყოთ სასამართლოებში. მინდა შევეხო 25 პოლიტიკურ დევნილს, რომელსაც ამნისტიის კანონი ეხება. აქ უკვე მთავარი პროკურატურა ჩაერთვება. 14 იანვრიდანვე მთავარი პროკურატურა მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოებს, სადაც საჭიროა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით და სადაც საჭიროა სხვა, ასე ვთქვათ, ზომის მიღების მოთხოვნით, მაგრამ ეს მოხდება 14-ში დილიდანვე. 8 საათიანი სასამართლო პროცესი და მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები. ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი საქალაქო სასამართლოში დილის 10 საათზე დაიწყო. ბრალდებულების წინააღმდეგ მიცემული ჩვენება ორმა მოწმემ შეცვალა. ერთ-ერთი მოწმე გივი ულურიძე აცხადებს, რომ ერთ წოდებული შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის შესახებ ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება მას ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. იდენტური განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა მოწმემ გიორგი საათაშვილმა, რომელიც ოქრუაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული რამდენიმე პირის ნათესავია. საათაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცა. თუმცა აბაშიძე აშუქებს პროცესის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება, ნუცა გისმენთ. ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე უნდა დაკითხულიყვნენ ბრალდების მხარის მოწმეები. ბოლო ინფორმაციით მოწმეების უმრავლესობა უკვე დაკითხულია. როგორც ადვოკატებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, დაკითხულია ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი წევრი გიორგი საათაშვილი, რომლის ჩვენებამაც საქმის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალა. საათაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მისი წინა დაკითხვა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა. საკმაოდ ძიმერ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ახლა მეორე მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, მან დეტალურად აღწერა ის ფიზიკური ზეწოლა, რომელიც მასზე იყო ჯერ მოდულის შენობაში, შემდეგ პატიმრობაში ყოფნის დროს და ის გარემოები, რომლის დროსაც მას მოუწია ჯერ მოწმის ჩვენების მიცემა და აღიარება, მე საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს და ის ჩვეულებრივი მანქანა ზილი, რომელიც იყიდა სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის, როგორ გადაიქცა, სადაც რევოლუციის ჩამდენი არ აღარ და როგორ აღიარებინეს ეს. მოწმეთა საკმაოდ სერიოზული ბაზაა დაკითხული, დასაკითხეთ კიდევ მოწმეები და დღეს დაიკითხება მოწმეთა ის კატეგორია, რომელიც ამჟამად სასჯელში ხარ ეს თითქოს საპატიმროებიდან მოყვანილი და ალბათ ისინი მიჩვენენ იმ ჩვევებას, რაც რეალურად იყო, ვინაიდან მათ ციხეში მისულთ აღარ ისჩინიათ, რომ მათი ფიზიკურად გავსწორდნენ. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად შეიარაღებული ფორმირების შექმნა ედება, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ 7 პირს ამ ფორმირებაში მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი დღეს დილის 10 საათზე დაიწყო და მოსამართლის გადაწყვეტილებით 6 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თუ როგორ დასრულდება ირაკლი ოქრუაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის პროცესი, დღის მთავარ გამოშვებაში შეგატყობინებთ. დიდი მადლობა, ნუცა აბაშიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან. პროკურატურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს 11 ქალაქში გამართული პარტიული ყრილობა ფინანსური დარღვევებით ჩატარდა და საქმე კონტროლის პალატამ უნდა შეისწავლოს, დღეს უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ საკითხის კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამ დრომდეც უნდა დაინტერესებულიყო. საქმე ეხება 2012 წლის 8 სექტემბრის ყრილობა, სადაც მოქალაქეთა ტრანსპორტირება გამოძიების ინფორმაციით პარტიის მხრიდან ფინანსური დარღვევებით მოხდა. კონტროლის პალატა ადასტურებს, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალურ კომენტარს მასალების შესწავლის შემდეგ გააკეთებს. ნაციონალურ მოძრაობაში კი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურთ. შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით კონტროლის პალატას მიმართა. ნახეთ მასალები, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო თემა არის და თავის დროსაც უნდა დაინტერესებულიყო მოგელაძის უწყება, ჩვენს აქტივისტებს რომ დაძდებდნენ, სახლებს უყიდიდნენ, თანაბრად რომ მიეყენებინათ კანონი, მაშინ ნაცმოძრაობის შემოსავლებით და ხარჯებითაც უნდა დაინტერესებულიყვნენ. ნახოთ, დაველოდოთ, რამდენად მოახერხებს ახალ რეალობაში გათავისუფლეს პოლიტიკური მარწუხებისგან ქალბატონი მოგელაძე და გამოიძიოს ეს საქმე. აბაშაში კი დაძაბულობა გრძელდება. მოსახლეობის მხრიდან ერთკვირიანი უკიდურესი პროტესტის მიუხედავად აბაშის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლად გოჩა ჭანტური აერჩია. ამის გამო საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში სამი მანდილოსანი შიმშილობას განარწობს, პარალელურად რის შენობასთან საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ლაშა ზარგინავა უფრო დეტალურად ისაუბრებს იმის შესახებ, რა ვითარება აბაშაში. ლაშა გისმენთ. კულმინაციად შეიძლება დღევანდელი საკრებულოს ხდომა და განვითარებული მოვლენები ჩაითვალოს, იქედან გამომდინარე, რომ დღეს ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ის
ადამიანები, ანუ საკრებულოს წევრები და საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა საკითხებს ედავებოდნენ, მათ შორის გოჩა ჭანტურიას კანდიდატურასთან დაკავშირებულ საკითხს. Როგორც ჩვენთან საუბარში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, შეკრება აბაშის საკრებულოს წევრებმა დაიწყეს ჯერ კიდევ 6 საათიდან, ხოლო 10 საათზე დაწყებულ სხდომაზე ერთმანეთის პირისპირ სხვადასხვა სახის ბრალდებები ისმოდა. ამის მიუხედავად დღეს აბაშის საკრებულო მოახერხა გამგებლის პოზიციაზე გოჩა ჭანტურიას კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით. მაინც დაამტკიცა, ახლა ჩვენ შეგვიძლია ორი დაპირისპირებული მხარის პოზიციები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. ყველა დოდეზია გაკეთებული ოფიციალური განცხადება, რომ ეს არის სრუპენტელად ჩვეულებრივი, არავით არის თავრობასთან და მართლ პარტიასთან კავშირი არ აქვს. დღევანდელი ხელისუფლება გვიჭერს მხარს პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენ არა ვართ ნაციონალები, ჩვენ არა ვართ წინა ხელისუფლების მომხრეები. ჩვენ ვართ ვაპატიეთ რა. დღევანდელი ხელისუფლება არის ჩვენი მხარდამჭერი. დღესვე ქართული ოცნების მხარდამჭერებმა სენაკის სასამართლოს მიმართეს სარჩელიც იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა პროცედურული დარღვევები ჩაატარებული და დამტკიცებული საკითხი ახალი გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით იქნას გაუქმებული. ამის მიუხედავად გამგებელი ამბობს, რომ ის ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. უფრო დეტალურად კი თუ რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში დღეს აბაშაში, ჩვენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოგიყვებით, სიუჟეტი ამ წუთებში მზადდება. სოფო ლაშა ზარგინა ვარბერთობოდა აბაშიდან პირდაპირ ეთერში. პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფასიან საძოვრებს მიერთნებს. სტატიას ამ საათაურით ბრიტანული გამოცემა Guardian-ი აქვეყნებს. პუბლიკაცია ერთ-ერთი ინდუელი ფერმერის ისტორიას ასახავს. ავტორი აღნიშნავს, რომ ჭავჭასიის მიწების დამუშავებას ინდუელებს მიწის მაღალი გადასახადები აიძულებს. სტატიის თანახმად საქართველოში ათასობით ჰექტარი ნოყიერი მიწის არსებობის შესახებ 38 წლის სინთიმ დუსელდორფში მზარეულად მუშაობისას შეიტყო. Guardian-ის ცნობით სინთი ერთადერთი არ არის, ვინც პენჯაბიდან საქართველოში გადმოვიდა. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება ეკონომიკის სამინისტროშიც დააკეთეს. უწყება მიწის კოდექსზე მუშაობს და სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზებასთან დაკავშირებით პროექტს უახლოეს მომავალში დაასაჯაროებს. დეტალები ნახეთ მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს და დასრულდეს მიწის აღწერა, შეიქმნას ერთიანი მიწის კოდექსი, რომელშიც თავს მოიყრის ის ყველა საკანონმდებლო კომპონენტები, რომლებიც დღეს არის გაბნეული სხვადასხვა ადგილას და შესაბამისად მოგვეცემა საშუალება, რომ ერთიანად და მთლიანობაში გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები, რომელიც არის სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. თურქულ ტავ-ჯორჯიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის გრძელვადიანი ხელშეკრულება 11 წლით აღარ გაუგრძელდება. საკუთრებაზე სრულ უფლებას სახელმწიფო 2027 წელს აღიდგენს. ტავ-ურბანთან ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას მიერ 2012 წლის აგვისტოში გაფორმებული მემორანდუმის შეწყობის შესახებ შეტყობინება ეკონომიკის ახალ მინისტრს პარტიურ მხარესთან უკვე დარგზავნილი აქვს. მთავრობა თურქი ინვესტორის პასუხსელის რა რეაქცია ექნება ორი ქართული აეროპორტის ოპერატორ საერთაშორისო კომპანიას და რატომ აღარ სურს საქართველოს ხელისუფლებას თურქულ მხარესთან 22 წლიანი მართვის კონტრაქტის გახანცლება. ბექა ბარამიძე მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ბექა ისმენთ. თავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ქართულმა მხარემ პრაქტიკულად უდანაკარგოთ და უმტკივნეულად მოახერხა თურქულ მხარესთან აღებული ვალდებულებების ასე ვთქვათ შესრულებაზე უარისკმა. მხედველობაში მაქვს ის მემორანდუმი, რომელიც როგორც თქვენ უკვე ახსენეთ 2012 წლის 8 აგვისტოს ქართულმა მთავრობამ თურქულ ტავ-ურბანთან მემორანდუმის სახით გააფორმა. მემორანდუმი გულისხმობდა 11 წლის ვადით თურქული კომპანიისთვის მართვის უფლების გახანგრძლივებას, რაც თავის თავში მოიცავდა 65 მილიონიანი დოლარის საინვესტიციო ვალდებულებას, რომელიც უნდა მოხმარებოდა მეორე ასაფრენი ზოლის კაპიტალური რეკონსტრუქციის ინვესტიციას. თუმცა როგორც უკვე გითხარით, უმტკივნეულად მოხდა ამ მემორანდუმის შეწყვეტა, წინასწარ უკვე ცნობილია, სანამ ქართული მხარე თურქული კომპანიისგან წერილობით დასტურს მიიღებს, წინასწარი მოლაპარაკების შედეგად უკვე დადასტურებულია, რომ თურქულ მხარეს მტკივნეული რეაქცია ამ საკითხზე არ ექნება და მემორანდუმის შეწყვეტა პრაქტიკულად ზედმეტი, ასე ვთქვათ, მტკივნეული მომენტების გარეშე ჩაივლის.
მეორე კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი თუ რატომ დადგა ამ მემორანდუმის შეწყვეტის აუცილებლობა საქართველოს მთავრობა აცხადებს რომ 27 წლამდე ვადით მართვის კონტრაქტის განხორციელება საქართველოს მთავრობას არ აძლევდა იმ დამატებით ბერკეტებს რათა ავიამიმოსვლაზე სამომხმარებლო ფასებზე რეგულირება განეხორციელებინა თუმცა როგორც უკვე დღეს გახდა ცნობილი 2027 წლიდან ვადა საკმაოდ ასე ვთქვათ დიდია, მაგრამ მაინც გარკვეული პერიოდიდან ანუ უფრო ადრე ვიდრე ეს მემორანდუმით იყო გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლებას მიეცემა საშუალება რათა სამომხმარებლო ფასებზე გარკვეული გავლენა იქონიოს და იგი ლიბერალიზაციის თვალსაზრისით უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახადოს ასე ვთქვათ მომხმარებლებისთვის. ხოლო რაც შეეხება ასაფრენ ბილიკს იგი უახლოეს მომავალში დაიწყება, განახლდება მისი რეკონსტრუქციის სამუშაოები და დაახლოებით წელიწადში ან ცოტა უფრო მეტ ვადაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესეთი ასაფრენი ბილიკი, რომელიც უკვე ყველა ტიპის საერთაშორისო კატეგორიის ავიაბორტს მიიღებს, საქართველოს უკვე ექნება. პროექტი არსებობს საფრანგეთის მთავრობამ გრანტის სახით სახელმწიფოს აჩუქა მეორე ასაფრენი ზოლის ბილიკი ეს არის ADPI-ის პროექტი რომელთაც გათვალისწინებულია ძალიან მაღალი კატეგორიის F კატეგორიის ასაფრენი ზოლის მშენებლობა ესეთი ფაქტიურად რეგიონში ესეთი ასაფრენი ზოლი იქნება პირველი მეორე ასაფრენი ზოლის მშენებლობა აუცილებელია და მიუხედავად იმისა, რომ ხარ შეჩერებული სახელმწიფოს გეგმას, რომ ძალიან სწრაფ ტემპებში მოხდეს ამ განახლება ამ მშენებლობის როგორც უკვე გითხარით, თურქულ მხარეს მტკივნეულად თავისი პოზიცია არ გამოუხატავს, თუმცა მათთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო ის წერილობითი მიმართვა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ შეტყობინების სახით თურქულ ტაო-ჯორჯიას უკვე გაუგზავნა. ამის და მიუხედავად თურქული კომპანია აცხადებს, რომ მისთვის აუცილებელია მხოლოდ ასაფრენი ბილიკის პროექტის განხორციელება და არა ის, თუ ვინ განახორციელებს კონკრეტულად ამ პროექტს. რაც შეეხება საკითხის მოგვარების დეტალებს ირკვევა რომ თურქული კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან საკომპენსაციო თანხას მიიღებს იმ სამუშაოებისთვის რომელიც სექტემბრიდან თურქულ კომპანიამ ასაფრენ ბილიკზე უკვე განახორციელა ზიანად ვერ შევაფასებდით ამას რაღაც გარკვეული წილი სამუშაოებისა რა თქმა უნდა შესრულებულია არის 40000 კვადრატი ასფალტი უკვე მოფრეზილი ანუ ზედაპირი არის მოშორებული რა თქმა უნდა არის საამშენებლო მოედანი გამზადებული და ფაქტურად საამშენებლო სამუშაოები დაიწყო აქ 1 სექტემბერს და როგორც მთავრობამ თავის შეტყობინებით გითხრა ის აანაზღაურებს და კომპენსაციას მთლიანად ამ ხარჯებისას ის თავის თავზე აიღებს დღესვე უკვე გარკვეულწილად მოხდა შეფასებები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მემორანდუმის შეწყვეტას ეხება. თუმცა ექსპერტები გაცილებით უფრო წინა პერიოდს ეხებიან და მათი შეფასებები შეეხო 2005 წელს გენერალურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე ტაო-ჯორჯია საქართველოში უკვე ამუშავდა და რომლის საფუძველზე დაიწყო მან საინვესტიციო კაპიტალდამატებები ქართულ საავიაციო ბაზარზე. ექსპერტები ამბობენ, რომ თავის დროზე საქართველოს მთავრობამ დაუშვა ძირეული შეცდომა, რომლის საფუძველზეც მან პირობად არ ჩაუდო თურქულ კომპანიას, რათა მას თავიდანვე განეხორციელებინა ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია და დღეს უკვე შედეგად მივიღეთ ის, რომ ხელისუფლებას თავად უწევს ამ პროექტის განსახორციელებლად მთელი რიგი აქტივობების ჩატარება. თუმცა ამის შესახებ მადლობა ბექრა ბარამიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ახალი ერქვის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 20 იანვარს შეწყდება. ამ დროისთვის 9 მილიონზე მეტი ხელმოწერა უკვე შეგროვებულია. არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა. ისაუბრეს ორგანიზაციის თავმჯდომარის მიხეილ ანდღულაძის განმარტებით აქციები 20 იანვარს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაიწყება და მასშტაბურ სახეს მიიღებს. დღეს ზუსტად მაგასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ილუზია რომ ეს კაცი მოეგება გონს და მთელი შემარტებით ვემზადებით 20 იანვრის აქციისათვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვაწყოთ რიგით მეოთხე კონფერენცია და ვაყალიბებთ სამოქმედო ღონისძიებათა გეგმებს. პოლიტიკას მაშინ აქვს აზრი თუ ის სულიერების სფეროს არ წყდება და სულიერების სფეროს როგორც ანთებულ სანთელს ისე წინ მიაქვს გამიგეთ და მიყვება ამ ანთებულ სანთელს.
მე ნებისმიერ მშვიდობიანი გზით ნებისმიერი მთავრობის ნებისმიერი პრეზიდენტის ყოფნაზე ვარ თანახმა მხოლოდ ერთის პირობით ის უნდა იყოს მთელი ქვეყნის პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინათინ ბორკუჩავა იუსტიციის მინისტრს სასამართლოზე თავდასხმაში ადანაშაულებს მისი განცხადებით ეს არის პოლიტიკოსი რომელიც აცხადებს რომ უზრუნველყოფდა სასამართლოს დამოუკიდებლობას თუმცა იგი თავს ესხმის სასამართლოს მისივე განცხადებით წულუკიანის მამა ავთანდილ წულუკიანს მოსამართლეობის პერიოდში 1991-97 წლებში 20 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ემიჯნება თუ არა თეა წულუკიანი მამის სისხლიან წარსულს ვიხილეთ მაგალ უთახურიდან და ეს იყო მიზეზი ეს არის პოლიტიკოსი რომელიც თითქოს დამოვიდა ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის მანდატით ეს არის პოლიტიკოსი რომელიც აცხადებდა რომ მან უნდა უზრუნველყოს ის რომ კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს ჩვენი სასამართლო თუმცა რეალურად ჩვენ ხედავთ რომ ის მუდმივად თავს ესხმის სასამართლოს და ამას აკეთებს ძალიან აგრესიულად ამ მართლა ძალიან შემაშფოთებელი რეკორდით ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში და მე ძალიან მაინტერესებს დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი თუ იღებს რჩევებს ამ პიროვნებისგან ამ ადამიანისგან რომელსაც გააჩნია მართლაც ძალიან შემზარავი და ბნელი წარსული კოპუდაურის მონაკვეთზე უკვე ყველა სახის ტრანსპორტისთვისაა მოძრაობა արձალული გზებზე თოვლის საფარმა 1 მეტრს რა დააჭარბა ზავსაშიშროების და ცუდი ხილვადობის გამოჩრის უხელტეხილზე ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება თითოეულობამ პრობლემები შეუქმნა სტეფან წმინდის მაცხოვრებლებსაც სამდღიანი თოვისა და ძლიერი ყინვების გამო ადგილობრივებს წყალი და ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდებათ ჯუთა ფაქტიურად მოწყვეტილი არის ახლა რა ვიცი მაგაზეც რაღაც ღონე უნდა ვიხმაროთ რომ ესე არ იყოს იმიტომ რომ იქ ხალხი ცხოვრობს და იმათ ყოველწუთში რაღაცა ჭირდება და კომუნიკაცია აუცილებლად უნდა იყოს იქ არის ძალიან ცუდი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით რომ მე ქარი გზებს ისევ ავსებს და ეს ძალიან ცუდი მდგომარეობა წმინდავთ მე უცებ ივსება აზბეგის რაიონში მოვიდა დიდი თოვლი ძალიან დიდი მეტრანახევარია თითქმის მოსული და რა თქმა უნდა შეგვექმნა პრობლემა გზები იყო გადაკეტილი და ვერ გამოვდიოდით ჭიშკრიდან მილები როცა გაკეთდა წყალის გაწმენდა გასულ წელს არ გაკეთდა ხარისხიანად ამიტომ წყალი წყდება ხოლმე როგორც წყალი შეწყდება იმ წუთში იყინება და წყალი აღარ აგვაქვს მანჩხუთში გამგეობის შენობის პიკეტირება დასრულებულია გამგებლის შესარჩევი საკონკურსო კომისია დააშლილად გამოცხადა როგორც ცნობილი გახდა კომისია კიდევ 5 წევრმა დატოვა ფორუმი არ შეძრა და კომისიამ ფუნქციონირება შეწყვიტა ამის შესახებ არციის მონაწილეებს დღეს თავად კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავამ წერილობით აცნობა არციის მონაწილეებმა პიკეტი მოხსნეს და შენობაში სარგებლოს თავმჯდომარე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შეუშვეს პიკეტი დასრულებულია თუმცა არცია პრეზიდენტის და ადგილობრივი ხელისუფლების გადადრომის მოთხოვნით კვლავ გაგრძელდება აღნიშნავს არციის ორგანიზაცია გაცნობებთ რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრების მიერ კომისიის შემადგენლობის დატოვების გამო. ჩვენ ძირითადი მოთხოვნა რომელიც იყო კომისიის დაშლასთან დაკავშირებით შესრულდა. ამიტომ ხსნით პიკეტირებას, უბრუნდებით საწყის მდგომარეობას და ვაგრძელებთ იმ მოთხოვნებს რომელიც გვაქვს. რადგანაც პირდაპირ კონდათ პიკეტის მონაწილეებს ორგანიზატორებს მოთხოვნა რომ კომისია უნდა დაშლილიყო და უცხადებდნენ უნდობლობას და აქედან გამომდინარე თვითონ კომისიის წევრებმა გადაწყვეტენ რომ ეს იყო პირდაპირ შეცვალა მათზე და კომისიაზე და მიიღეს გადაწყვეტილება რომ საკუთარი სურვილით დაეტოვებინათ კომისია 5 წევრმა დატოვა კომისია ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აჭარის ტელევიზიის სტატუსს განსაზღვრავს. ჟურნალისტები და იურისტები დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხად უნდა იქცეს. ინიციატორები ამბობენ, რომ ტელევიზია ამ გზით დამოუკიდებელი იქნება. ზვიად ქორიძის, თამარ კორძაიასა და ლაშა ტუღუშის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე სატელევიზიო და რადიო არხზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ჩამოყალიბდეს. ერთი ქვეყანა, ერთი მაუწყებელი ინიციატორებმა სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელეს და ირწმუნებიან, რომ ამ გზით არხს სარედაქციო დამოუკიდებლობა ექნება.
არა მთავრობა, არამედ კანონის საფუძველზე ეკუთვნის და იღებს და არა ისე რომ მთავრობა აძლევს დღეს ამდენს, ხვალ იმდენს და როცა როგორ უნდა ისე იქცევა, აი ეს სისტემა არ არის. არის სისტემა, რომელიც გარანტირებულად, მოჭრილად აძლევს გარკვეულ რესურსებს თქვენ ტელევიზიაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობა. კანონპროექტის მიხედვით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტიდან არანაკლებ 15%-ს ყოველწლიურად მიიღებს. დაფინანსებისა და ტელევიზიის მსგავსი სახით ფორმირებას უპერსპექტივოს და აბსურდულს უწოდებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე. ერთადერთი საკითხი, რომელშიც პრაქტიკულად უმრავლესობა და უმცირესობა არის შეთანხმებული. 21 დეპუტატი ადასტურებს, რომ საქართველოს მაუწყებლის შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და საქართველოს სახელმწიფოში უნდა დავუშვათ რეგიონული მაუწყებლობა. დემოკრატიის ინსტიტუტის მმართველი გენო გელაძე მიიჩნევს, რომ ტელევიზიის არსებობისა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება არა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არამედ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს. ავტონომიური რესპუბლიკას გადმოეცეს უფლება ამოსილება, რომ თვითონ გადაწყვიტოს, რომ შეიქმნის, არ შეიქმნის, როგორ დააფინანსებს, ბორცს როგორ განსაზღვრავს, დირექტორს როგორ აირჩევს, დამოუკიდებლობის გარანტი ეს უფრო იქნება, ვიდრე ის, რომ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხის დონეზე გადაწყდეს ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს გამოთქვამს აჭარის ტელერადიო დეპარტამენტიც და ახალ პროექტში ტელევიზიის ქონების გადაცემის გათვალისწინებას მოითხოვს. ახლანდელი წარმოდგენილი კანონპროექტში არის, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე, მაგრამ არ არის საუბარი იმ ქონებაზე, რომელიც დღეს აჭარის ტელევიზიას გააჩნია. და მე გავამახვილე ამ აჭარის ტელევიზიაზე, რომ ვის საკუთრებაში გადავა ამ რეორგანიზაციის შემდეგ ეს ქონება. საჭიროდ მივიჩნევთ, რომ დამატებითი რეგულირებისათვის კანონმდებლობაში ჩაიდოს ეს ნორმა, რომ მოხდეს ინვენტარიზაცია იმ ქონების, რომელიც აქვს დღეს მოქმედ სამთავრობო საქვეუწყებო დაწესებულებას. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 2012 წლის ბოლოს შევიდა. იგი უკვე გადაეგზავნა კომიტეტებს განსახილველად. კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების შემცირებასაც ითვალისწინებს. 9 წევრიდან ერთ-ერთი აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იქნება. დავედრე დარგემშვიდობებით ვნახოთ რა იქნება მთავარი თემა დღევანდელ ბიზნესის დროში. თეაშველიძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. თეალისმეთ. მოგესალმები სოფო, რაც შეეხება ჩემი გადაცემის დღევანდელ თემას, ეს გახლავთ შეიცვლება თუ არა სატარიფო პოლიტიკა ქართულ ავიაბაზარზე, ზოგადად რა მდგომარეობა ამ მიმართულებით, რა პრეტენზიები აქვთ ავიაკომპანიებს და ბოლოს აქტუალური თემა, რომელიც გახდა ბოლო დღეების განმავლობაში, ეს შეეხება ვინ ააშენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-ზოლს. ეს არის ძირითადი თემა, რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს. ჩვენ გვექნება გადაცემაში წარმოდგენილი როგორც ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია, ასევე გვექნება წარმოდგენილი TAV Georgia, კომპანია TAV Georgia-ს პოზიციაც და სტუმრები გვეყოლება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი კოდუა და ასევე ნავიგაციის ექსპერტი ზაზა ჩხაიძე. დიდი მადლობა თეა წარმატებული ეთერს სურვებთ. მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთში ვხვდებით ზუსტად 12 საათზე დღის ბოლო შემაჯამებელ გამოშვებაში დროებით.